Aujourd'hui, on continue à apprendre français avec Georgi, partie 2. გამარჯობათ, ჩემი სახელია გიორგი და ვაგრძელებთ გაკვეთილი მეორეს, ფრანგულის შესწავლა. დავიწყოთ. როგორ არის ფრანგულში კითხულობს? აი, ვინმე მაგალითად მე წიგნს ვკითხულობ. კითხულობს არის lire. მე ვკითხულობ წიგნს. Je lis un livre. Je lis un livre. და მე უკვე წავიკითხე წიგნი. უნდა ვთქვათ j'ai lu un livre. J'ai lu un livre. Moax, აი რაიმეს მოცემა. Apporter. Apporter. შემდეგი. წერილი. აი მაგალითად მე მომივიდა წერილი. J'ai reçu un lettre. J'ai reçu un lettre. როგორ ვთქვათ? მაგიდა. მაგიდა ფრანგულად არის la table. La table. ჩემს მეზობელს ძალიან ბევრი წიგნი აქვს. Mon voisin a beaucoup de livres. Mon voisin a beaucoup de livres. შემდეგი გავაგრძელოთ. როგორ ვთქვათ სათამაშო? სათამაშო ფრანგულში არის le jeu. Le jouer. Le jouer. ასევე გასწავლით ფერებს. ლურჯი, მწვანე, ყვითელი და ასე შემდეგ. როგორ ვთქვათ ლურჯი? ლურჯი ფრანგულად არის le bleu. Le bleu. ყავისფერი. marron. Marron. მწვანე. Le vert. Le vert. ბადრიჟნისფერი. violet. Violet. წითელი. rouge. Rouge. ყვითელი. jaune. Jaune. ასევე jeune ნიშნავს ახალგაზრდას. კიდე blanc. თეთრი. noir. შავი. კიდე არ გამომრჩეს. კიდევ ნაცრისფერი. gris. Gris. ასე რომ ფრანგულში იცით უკვე როგორ ვთქვათ ფერები. ეხლა გავაგრძელოთ დათვლა. როგორ ვთქვათ დათვლა ფრანგულად? მე ვითვლი ფულს. Je compte de l'argent. Je compte de l'argent. ასევე l'argent შეიძლება ვთქვათ l'argent და ასევე შეიძლება ვთქვათ sou. მაგრამ უფრო l'argent-ი გამოიყენება. როგორ ვთქვათ ფრანგულში ერთი. un, deux, ორი, trois, სამი, quatre, ოთხი, cinq, ხუთი, six, ექვსი, sept, შვიდი, huit, რვა, neuf, ცხრა, dix, ათი. გავაგრძელოთ 20-მდე. 11, 11, 12, 12, 13, 13, 14, 14, 15, 15, 16, 16, 17, 17, 18, 18, 19, 19 და 20 არის 20. 20. ასევე 20 ნიშნავს ღვინოს ფრანგულად. ეხლა მინდა რომ წავიკითხო პატარა დიალოგი და გადაგითარგმნოთ. დავიწყოთ. Bonjour monsieur Carré. Comment allez-vous ce matin? გამარჯობა ბატონო კარე. როგორ ბრძანდებით ამ დილით? Matin ნიშნავს დილით. Allez-vous არის როგორ ხართ? Comment allez-vous? უბრალოდ comment allez-vous როგორ ხართ? Ce matin ნიშნავს დილით. Monsieur ნიშნავს ბატონოს და bonjour გამარჯობას. Mal ცუდად. Très mal ძალიან. Madame Réglo, ქალბატონო Réglo. Vous avez eu des problèmes? თქვენ პრობლემები შეგვდათ? Oui, dieħ. J'ai passé un week-end épouvantable. მე გავატარე წარმოუდგენლად ცუდი შაბათ-კვირა. Vraiment? ნამდვილად? Tout a commencé vendredi soir. ყველაფერი დაიწყო პარასკევს საღამოს. Tout ნიშნავს იკითხება tu. ნიშნავს ყველაფერი. A commencé ნიშნავს დაწყებას. Vendredi
ნიშნავს პარასკევს და soir ნიშნავს საღამოს. D'abord, ჯერ, j'ai perdu mes clés, მე დავკარგე ჩემი გასაღები. J'ai donc appelé une serrurière pour pouvoir rentrer chez moi. ასე რომ დავურეკე, ჯერ დავკარგე ჩემი გასაღები. J'ai perdu ნიშნავს მე დავკარგე. Mes clés ნიშნავს ჩემი გასაღები. J'ai donc მე appelé დავურეკე სამაშველო სამსახურს. Un serrurière pour pouvoir rentrer chez moi. Pour pouvoir რადგან rentrer chez moi შევსულიყავი ჩემ სახლში. Ensuite, შემდეგ, j'ai voulu prendre une douche, მე მინდოდა აბაზანაში შხაპის მიღება. Mais il y avait plus d'eau chaude. მაგრამ აღარ იყო ცხელი წყალი. Il y a ნიშნავს რაიმეს ყოფნას. Plus აღარ, d'eau წყალი, chaude ცხელი. Le plombier est venu sans problème. მაშველები მოვიდნენ პრობლემის გარეშე. Venu ნიშნავს მოსვლას, არის სიტყვა venir და ნაუღლები არის და გამოდის venu. Sans ნიშნავს არანაირი პრობლემის გარეშე. ასევე sans ნიშნავს ასევე სისხლს, მაგრამ ეს იწერება S-A-N-S-ით. sans და თვითონ სისხლი იწერება sans S-A-N-G. Problème არის პრობლემა. Mais il m'a demandé, მაგრამ demande ნიშნავს რაიმე შეკითხვას, მაგრამ აქ გამოიყენება მან მომთხოვა 300 € pour pouvoir rendre compte. მაგრამ მან მე მომთხოვა 300 € რომ დაეკეთებია თავის სამუშაო. Ce n'est pas possible. წარმოუდგენელია. Et hier soir და გუშინ საღამოს. Alors là, ახლა hier soir გუშინ საღამოს mes voisins ont fait du bruit. ჩემმა მეზობლებმა ძალიან იხმაურა. Mes voisins ნიშნავს ჩემმა მეზობლებმა. On fait გააკეთეს, ანუ ასე ვთქვათ, du bruit. ასე რომ დავდრუნოთ, სიტყვასიტყვით დავდრუნოთ, თარგმნება ჩემმა მეზობლებმა გააკეთეს ძალიან დიდი ხმაური. ანუ ჩემმა მეზობლებმა ძალიან იხმაურეს. Ils ont écouté de la musique. ისინი უსმენდნენ მუსიკას. Jusqu'à 3 heures du matin. დილის 3 საათამდე. 3 heures ნიშნავს 3 საათი. Du matin ნიშნავს დილით. J'ai mal dormi. ძალიან ცუდად მეძინა. Aujourd'hui, დღეს, je suis très fatigué. Aujourd'hui ნიშნავს დღეს, je suis მე ვარ, très ძალიან, fatigué, დაღლილი. Quel weekend, როგორი საშინელი ვიკენდები. ასევე მინდა გასწავლოთ კვირის დღეები. Lundi, ორშაბათი. Mardi, სამშაბათი. Mercredi, ოთხშაბათი. Jeudi, ხუთშაბათი. Vendredi, პარასკევი. Samedi, შაბათი და კვირა, dimanche. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩემი აზრით, კარგი ვიდეო გამოვიდა და შემდეგი ვიდეო დაიდება მაქსიმუმ 2-3 დღეში. ამიტომ დაილოდეთ. ასევე მინდა 3 ვიდეოსო ჩავწერ. შემდეგ მინდა გავაგრძელო ინგლისურის გაკვეთილები და დარჩით ამ არხზე, გამოიწერეთ არხი და დაილოდეთ შემდეგ ვიდეოს. Au revoir. ნახვამდის.